გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. მოკლედ 2025 წელი ცოტა არ იყოს ვერ გქონდა ესეთი სასიხარულო და ესეთი საკადრისი, როგორც ქართულ ხალხს ეკადრებოდა და როგორც ეკადრება ქართულ ხალხს, მაგრამ რას იზამ? საქართველოში ყველაფერი ხდება. ამ ქვეყანაში თუნდაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ადამიანების წინააღმდეგ და ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში გარდა რევოლუციებისა, რაც 2025 წელს განვითარდა და ამან ძალიან მასშტაბური და სერიოზული ხასიათი მიიღო, ხალხის შიმშილით შეიძლება თურმე. გარდა შიმშილისა, ხალხის აი გაჭირების ხარჯზე ფული შოვა შეიძლება თურმე. ანუ რა, ანუ ის რომ საქართველოში ადამიანების ბედი არავის არ აინტერესებს. ადამიანების პრობლემები არავის არ აინტერესებს. და აი ბოლოს ახლა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები როგორც ყოველთვის და ხელისუფლებამ გადადგა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოწია, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვისაც საქართველოს მოქალაქისთვის არის აუცილებელი. არავინ არ იცოდა თუ რომ საქართველოში ფასები ხელოვნურად იზრდებოდა, რომ არა ხელისუფლება და რომ არა მათი ჩარეულობა და რომ არა მათი აქტიურობა. ისე მათი პრეროგატივა არის და მათი ვალდებულებაა, პირველი ვალდებულება ის, რომ კვების პროდუქტები და პირველადი მოხარების რაც არის აუცილებელი საგდები, ეს იყოს ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის და მით უმეტეს პენსიონერებისათვის, ხო? მაგრამ ჩვენთან ეს არ ხდებოდა ასე და არ იყო ასე. ყველაფერი იყო გაორმაგებული, გასამაგებული. ადამიანებს აღჭობდნენ, წურავდნენ. აი როგორც ბანკები დღეს არის ესე ყაჩაღურად და როგორც არის დღეს ბანკები ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებენ, ხო? სწორედ ასე მოქმედებდა და ასე მოქმედებს დღემდე ეს დიდი მსხვილი სუპერმარკეტები, რომლებიც დღეს ხელმიუწვდომელი არის ჩვეულებრივი მოქალაქისათვის. ხელმიუწვდომელია იმ ადამიანისთვის, რომელი ადამიანსაც სურს რომ ნორმალურად შეხვდეს ახალ წელს და რაღაც ოჯახში ცოტა ისეთი ხელგაშლილობა ქონდეს, როგორც ეკადრება მას და როგორც ეკადრება ქართულ კაცს. აქ მთელი რომ ვიტყვი კომპლექსური მუშაობაა ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, როგორ შექმნან პრობლემები ქვეყანაში. და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყნის წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები და დაიწყო ბრძოლა სწორედ ამ პრობლემების წინაშე და პრემიერმა გააკეთა განცხადება და არათუ მარტო პრემიერმა, მთელმა მთავრობამ, რომ საქართველოში ფასები არის კვების პროდუქტების ფასები ხელოვნურად გაზრდილი. და ამიტომ ამის წინააღმდეგ შესაბამისად დაიწყებენ მოქმედებასაც ჩაერთვებენ შესაბამისი სამსახურები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ამ პრობლემებზე, ვისაუბრებთ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც პრობლემები დღეს აქვს ჩვენს ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს ქართულ ხალხს საკმაოდ ძალიან რომ ვიტყვი მყისიერად და ვერ ვიტყვი იმას, რომ დღეს ახლა ქართველი კაცი ნორმალურად ხდება ახალ წელს და ისე ხელგაშლილად ხდება, როგორც თუნდაც ადრე ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში. მე მხედველობაში ვაქვს ეს 80-იანი წლები, სადაც თითოეული ქართველის ოჯახში შეხვიდოდი და ყველაფერი სუფრასავსე იყო ნებისმიერი იმ საახალწლო ნობათით, რაც აუცილებელი იყო ახალწლის სუფრისათვის, მაგრამ დღეს ასე არ არის ეს. დღეს ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა მემრაძე. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო ტრისტან. მადლობ ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის. ბატონო ზაზა, მართლაც პრობლემები არის და პრობლემატური არის ის, რაც დღეს ხდება ჩვენ ქვეყანაში, ხო? ამდენი ხანი, ამდენი გავიდა წლები და იმის ნაცვლად რომ რაღაცნაირად დარეგულირებული იყო ფასები ამ კვების პროდუქტებზე, ეს ყველაფერი მიდიოდა ხელოვნური ზრდა ყველაფრის და ადამიანები ქუჩაში იყო და შიმშილობდნენ. შიმშილი იყო ფაქტიურად ის, რომ ადამიანს სახლში ლუკვაპური არ ქონდა და აგერ სუპერმარკეტები სავსეა კვების პროდუქტებით და ფასები აქვს ისეთი საშინელი ფასები, რომ ვერ ჩვეულებრივი მოქალაქე მას ვერ იყიდის და ვერ შეიძენს და ვერ მეიტანს სახლში და ვერ გამოკვებავს ვერც შვილს, ვერც მეუღლეს და ვერც ოჯახის წევრებს, ხო? და დღეს საქართველოს ხელისუფლება მართლაც რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამხილა ის კორუფციული სქემა, ამხილა ის საბოტაჟნიკები და დივერსანტები, რომლებიც ამ ფასების ზრდას ხელოვნურად აკეთებდნენ, ხო?
და ამასთან მოყვა ახლა უკვე კრიტიკა და რა ვიცი მოყვა მეთი 10 ეს კორიანტელი ამ სექტანტების მხრიდან და თურმე ხელისუფლება რეკეტი დაიწყო სხვილი სუპერმარკეტებისო. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება გვინდა უთხრათ ჩვენს მოსახლეობას და არის თუ არა ეს დროულად გადადგმული ნაბიჯი და გამოიღებს თუ არა შედეგს ეს მოქმედება ჩვეულებრივი ადამიანის მიმართებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მე ვესალმები ჩვენ ტელეპლუს მაყურებელს. ბატონ დრისთან, ეს ახლა კი არ უნდა გაკეთებულიყო. ეს დაგვიანებულია. ეს უნდა გაკეთებულიყო 2012 წელში, როცა მოვიდა ხელისუფლებაში ქართული ოცნება. ეს ის ხალხია, ვინც მიშას დროს შემოქონდა მეტი წილი. ეს პროდუქტები. თან პროდუქტები არ ვიცით, სად მოწდება, რა აქ იმ პროდუქტს. ვარგისიანია, უარგისია. ვერ უყურებთ საქართველოში როგორ გამრავლდა სიმსივნე და ათასნაირი უბედური დაავადებები. ეს ყველაფერი კვებაზეა დამოკიდებული ადამიანს. თან ადამიანი ვერ იკვებება ისე, ვერ იღებს, ვერც ძის პროდუქტს როგორც საჭიროა, ვერც ხორცს, ვერც თევზს, ვერც ბოსტნეულს, ყველაფერი შემოგვაქვს. ჩვენ არა ვართ წარმოებელი ქვეყანა. როგორ შეიძლება საქართველოში ამ ხელა ამ ჩვენ ერს არ ქონდეს არაფრის წარმოება? ბოსტნეულიდან დაწყებული ყველაფერი ხილით შემოდის. ხილით შემოდის საქართველოში. ადრე მე მახსოვს პოლონური ვაშლი იყიდებოდა სავსე იყო ქართლი ვაშლით. რა თუნდოდა საქართველოს სხვისი ვაშლი? იმდენი მოდიოდა. პოლონური ვაშლი რა თუნდოდა? ყველაფერი როცა ქართლი აგერ ბაღებით იყო კარტოფილი, ახალციხი, ახალქალაქი, აგერ მთის სოფლები, კარტოფილის მეტი რა ქონდა საქართველოს. და შემოდის თურქული რაღაც კარტოფილი იცვლება, გადადის მე იქ თურქეთში მიაქვს და აქ რაღაცა კონტროლი უნდა გამკაცდეს ყველა პროდუქციაზე. მე მახსოვს ადრე პარლამენტმა მიიღო 2012 წელს უნდა ეწეროსო იქ სადაც გენური ინჟინერი დამზადებული პროდუქცია არის რომ კაცმა იცოდეს ვინ შედის მომხმარებელი რომ ეს არის ნამდვილი სუფთა პროდუქტი ეს კიდე გენური ინჟინერი და ის თვითონ აირჩევს მე რომელი უნდა არაფერი პატონტესთან მომსპარია ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ქვეყანა ვერ დადგა ფეხზე იცი რატო ვერ დადგა პატონტესთან სულ ყევებია ქვეყანაში ეკონომიკის აღორძინება მარტო ესე არ ხდება რა. თუ წარმოებები არ გაიხსნათ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ თუ პროდუქცია არ შევქმნით და ჩვენ თვითონ არ დავიკმაყოფილეთ, ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენ ხალხს ეყოს შემოტანე ჩვენთან ნაწარმოები პროდუქცია. გინდა ხორცეული, გინდა ბოსტნეული, გინდა კვერცხი, რაც არის ქათა. გადი ბაზარში, დღეს ბაზარში 34 ლარი ღირდა ბილი ხორცი, 29 ლარი ღირდა საქონლის ხორცი ძვლიანი. 35, 40-45 ლარი ინდაური. კილო ინდაური. როცა იმ ავახს ახსენებ კომუნისტებისთვის 15 ყიდიდი ინდაურს. 13 ხორცს, სოხის ხორცს. ორი მანეთი, ახალი ხორცი ბაზარში 2 მანეთი ყიდა და მაღაზიებში მაინც 60 კაპიკი და გაყინული ხორცი. რომელიც დღეს გონი ის ხორცი ჯობია ის მაინც 60 კაპიკი ბერხორცი. ჩვენ მაშინ ყოფილიყო 60-ში. 60-ში კი არ ვიყავით. უბრალოდ ბევრი იყო რა, აწარმოებდნენ. მე ამ წარმოებით რაც აკმაყოფილებს საფრთხეს რაც არა და ეხმარებოდნენ მოკავშირე რო ყავდა თავიანთი ქვეყნები, ლაოსი, კამპუჩია, სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკები რო იყო, ვიეტნამი და 1000 რაღაცას ეხმარებოდა საბჭოთა კავშირი. იმიტომ იყო ძლიერად. ამას ყველაფერს ძირი გამოუთხარა აგენტურა. ერთი უფროსი კაცი იყო განათლეს იმისული დაიღუპა იმან მითხრა სტალინის სიკვდილის შემდეგ უკვე დაიწყეს საბჭოთა კავშირის გრევაო. მაგრამ ისეთი ძლიერი მონოლითი იყო, რამდენი წელი მოუნდენ დანგრევას სისტემის. ისე მყარად იდგა სისტემა. და დღეს ახლა უყურეთ პროდუქციას. დღესაც ეშენია სტალინი. შევდივარ. ბიჭო, მე ვკითხულობ. გახსოვს ღარიბაშვილის დროს წამლებზე რო დაიწყეს ლაპარაკი, რომ უნდა დაეცეს ფასებიო. თვითონ რაღაცა ერთკვირიანი რაღაცა იყო, თუ ათღიანი და მე ისევ აიწია ფასება. ისევ აიწია ფასა. ესე არ უნდა მოხდეს. ეს მარტო სათქმელი კი არ უნდა, ამას გაკეთება უნდა. დაიბარე ყველა შემომტანი სადისტრიბუციო კომპანიები, ის დისტრიბუციას ეწევა ამისი და ის ქსელები, მაღაზიათა ქსელები, დიდი ქსელები და დაუსვი საკითხი და ყველაფერი გადაწყდება. აქ იცი რა არის? აქ ლოიალობა არ შეიძლება. ხარს მართლაშია.
დღეს მოვდიოდი და ქალბატონმა 3 ცალი ღორის ფეხი იყიდა. 6 ლარი ღირდა. მეტი უნდა, მაგრამ არ ქონდა მეტი საშუალება. გასუთებული ღორის ფეხები რო არის, იყიდა რომ ახალწლისთვისო პენსიონერებს საერთოდ პენსიას უმატებს სახელმწიფო. რას უმატებს 20 ლარი ბიჭო რა არის? არა, რასაც უმატებს და რაც საშუალება აქვს, დაუშვათ და მოუმატა ზოგს 45 ლარი, ზოგს 20, მაგრამ ეს ჭამს ყველაფერი ფასები ამას. ეხლა ვიძახით რომ ეკონომიკა წინ მიდისო, მაგრამ ეკონომიკა არაფერში წინ არ მიდის რა. მაპატიოს ხელისუფლება. ეხლა სტატისტიკური მონაცემები, ის ციფრები ჩემთვის არაფერს აწამებენ. მე ჩვენ უყურებთ ხალხი, მაცივარს რომ გამოაღებთ რადებს პროდუქტი შიგნი. და ქუჩაში ხალხს. და ქუჩაში ხალხს რას ყიდულობს და როგორ ყიდულობს და მაღაზიაში და ყველგან ხო უყურებთ ადამიანებს რა. ყველაფერში ბენზინის ფასი დაცემულია. რაღაც კატასტროფამდე ჩამოვიდა 40 დოლარამდე თუ 38 თუ 39 დოლარი ეგრე ვერ ყევს და ჩვენთან ფასი არ ვარდება საწვავის. არა, ყველაფერზე იცი რა არის, მაგრამ იცი რატო ვერ დაჯდა ხელისუფლება, ისე მყარად ვერ დადგა, იმიტომ რომ სულ რევოლუციური ყევებია ყოველ წელიწადს. რევოლუციური ყევებია თან შიდა ღალატები და რა ვიცი. შიდა ღალატი და ყველაფერი. ხო, თელი უბედურება, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა ხო უყურებთ რაცა. ბატონო ტრისთან, რაც ამ ინფრასტრუქტურაში, რაც სოფლის მეურნეობაში და კიდე სხვადასხვა სამინისტრო ფული იხარჯება, ისინი რომ თავის მოვალეობას პირნათად ასრულებდნენ, ამდენი ფული არ დასჭირდებოდა. დანიშნულების მიზნით რომ მიდიოდეს ეს. დანიშნულების მიზნით წყლებს აკეთებენ, ინფრასტრუქტურა აკეთებდა ადრე წყლებს, მაგრამ წყალი არ იყო. სამჯერ და 4 ჯერ რო გააკეთებ წყალს და წყალი არ მოგივა. ეს ფული ხო წყალში გადაყრილია მართლა. წყალი რა წყალში გადაყრილი არის. ხო, წყალი გვაქვს და ხანს მოსახლეობას წყალი არ აქვს. გზებიც ყველაფერიც, კაცო, უწერიათ იქ, როცა ეს ტენდერები ცხადდება და რაღაცები, მარჟა უწერია მოგების. 10%-ია, 12%. არა, ჩვენთან უნდა წაიღოს 30-40%. და ეს ღუპავს ყველაფერს. ეხლა პრემიერი გამოდის და უკვე მართლმადო პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე და მთელი ეს მე усმენ ქართულოს კარგია, კარგია. კატეგორიულად დასვეს საკითხი ამ იმასთან დაკავშირებით. და ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი რა არის, იცი, ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველაზე ცუდი არის, რომ ყველა იძახის, რომ ამაში დავნაშავე ბიძინა ივანიშვილია. თითქოს ბიძინა ივანიშვილს არ უნდადეს, რომ კაც საჭმელი კონდეს, სასმელი კონდეს, ნორმალური ხელფასი კონდეს. არ უნდა თვითონ და ბიძინა ივანიშვილის ბრალია ყველაფერი რაც საქართველოს. იცით რა არის ბატონო ზაზა ნახეთ. იმას კი არ იძახიან რომ შეუანაძის დროიდან დაწყებული, რომ დავიწყე ჩვენი ეკონომიკის გრევა, დაშლა, გაყიდვა და ჩალისფასად დანგრევა. ყველაფრის, ქარხნების, ფაბრიკების, ბეტონის ქარხნები რა არ იყო, საქართველოს სავსე იყო, ბაზების დაშლა. ავტოკარხნები. ყველაფერი დაშალეს, ყველაფერი ჩალისფასად გაიყიდა და ეს გაიყიდა ერთი 2000-3000 კაცზე, 5000 კაცზე მე არ უსარგებლია მაგითი. დაუშვა. და კაცთა გადააჭდა, საშუალო ფენა არ არის ქვეყანაში. არის დიდრები და ყარიბები. გეგობრება ინდოეთი იყოს, მაგრამ ინდოეთს აღარ არის, იქ საშუალო ფენაც გაჭდა ინდოეთში. ამ ქართულ, ამ ღვთისკურთხეულ მიწაზე, რომელზედაც რასაც დათესავს ყველაფერი რომ მოდის, ჩვენ ვართ გაღატაკებული ერი. ეხლა შეხედეთ ბატონო ზაზა მე ისე უკლავ დაუბრუნდები ამ ფასების ხელოვნურად ზრდას. ხელოვნური ზრდა არის, შეკრულები არიან ერთმანეთთან, კალტერული გარიგებები მიდის, რა თუნდა მაგას. რას აკეთებს ის კონკურენციის სააგენტო და რაღაც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამ ეთერიდან რომ ქვეყანაში არის გაქანებული საბოტაჟი. გაქანებული რომ აგენტურული ქსელი მუშაობს როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე ქვეყნის წინააღმდეგ. ეხლა მართლაც რას აკეთებდა და რატომ იყო ასე გაჩვენებული თუნდაც უშიშროების სამსახური, როდესაც აგერ დისტრიბუციის ასოციაციის პრეზიდენტი არის, თავმჯდომარე არის, ყოფილა გაქანებული რადიკალი და ნაცი გაიგე, რომელიც რუსთაველზე გამოდიოდა და სიტყვით გამოდიოდა და გერმანიის იმის ელჩის გვერდით სურათების ჩაკარტოჩკებული, ხო? და ამ კაცის ხელში იყო მთელი დისტრიბუცია, რომელიც იყო მთავრობის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ხომ იცოდა ამდენი ხანი შესაბამისად სამსახურებმა რომ ეს ადამიანი აკონტროლებდა ამას ყველაფერს, ხო? და რატომ არ მოკიდეს ხელი და რატომ არ აგებიეს პასუხი თავის დროზე და რატომ ესე იგი ისე არ მიუჯინეს იმ ადამიანებს გვერდით, რომლებიც ახლა ზიანი ციხეებში ხვეს, მე მოძალადეები მყავს. ეს ხო არის დივერსია და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, ბატონო ზეზა, საბოტაჟი. როგორ შეიძლება
სახელმწიფო არ ერეოდეს. სახელმწიფოს მოვალეობა რა არის, ბატონო ტრისტან? რაღაც სამხას დაავიწყა. ხალხზე, ხალხის ბედნიერი ცხოვრება უნდა მისცეს სახელმწიფო. დამნაშავეს დასჯის, არა დამნაშავეს არ დასჯის. კი ბატონო. დანაშაული უნდა აღკვეთოს და უდანაშაული კაცი არ უნდა დასაჯონ. სასამართლო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. ბატონო ტრისტან, ეს ფასები, ბატონო ტრისტან, რო შემოდის ამ ინვოისებით, ემატება. 86% ფასნა მატება აქვს აი დისტრიბუციას, რომელიც საზღვარზე გადმოდის უკვე პროდუქტები. ეხლა დაიწყეს ლაბარაკი, რომ ევროპაში იმიტომ ესეთი ფასები, რომ იქ პენსიები და ხელფასები დიდია. ჩვენთან ის ფასები, რომელიც საჭიროა, თან პროდუქცია აუცილებლად უნდა დაიწყოს სოფლის მეურნეობის სულსაც ეროვნული სააგენტო არის. მოკიდონ ხელი და დაიწყონ ყველა პროდუქციის საზღვარზე შემოწმება. საზღვარზევე აქ არ უნდა შემოვიდეს ის საქონელი, რომელიც იმ სტანდარტებში არ ჯდება, რა სტანდარტებიც უნდა შესაბამო ამ საქონელს. გასაგებია, კი, გეთანხმებით, მაგაში ბატონო ზაზა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც მიუწვით დანაშაული, ხელოვნურად პროდუქტებს დაში, ყველა, ვისაც მეორადი გაფუჭებული პროდუქტი მოაგდა, ზემოდან რო არტყია, კაია თუ ცუდია, კაი რო არტყია იმ გაფუჭებულ პროდუქტს და ბევრ რამეს და ვადაგასულებს, ყველა უნდა აგოს პასუხი. ქართველი ღმერთის და წამლავენ ოჯახებს. გახშირებული აგერ ძუძუს კიბო, იმის კიბო აცხადებენ, კრემ ჩაიტარე. ხალხი აბარა სად იყო ამდენი დავადება? ამდენი სიმსივნე, ამდენი კიბო, ამდენი რაღაცეები, იმ ავად სახსენებელს რო ამბობენ კომუნისტურ მენტალიტეტის დროს და მენტალობის დროსო. სად იყო? ყველაფერს სტანდარტი იყო და აბა მიდი დაგეშავებინა. მარტო ციხეს კი არ გაკმარებდნენ. მთელი ქონების კონფისკაციები იყო. უნდა, მაგრამ სტალინის ხელი უნდა მათ. სტალინის ხელი დაანებე თავი, კაცო, ის კაცი წავიდა და იქ 64-შეა ის, იმან ისეთი ომი მოიგო, რომ ის კაცი 64-შეა. ისეთი სატანა დაამარცხა, როგორც იყო ფაშისტური გერმანია. მესამე რეიხი. ეხლა აქ უნდა, ხელი უნდა, როგორც ჩვენი მეფეების დროს აკეთებდნენ, მოღალატეს რო არ დასჯი და მოღალატეს არ ალაგმავ. სადაც გინდა მუშაობდეს. სახელმწიფო სამსახურებშიც არიან, ხო არ გონიათ არ არიან. ეხლა რა არის ბატონო ზაზა? ეს ლიბერალისტები სახელმწიფო სამსახურებშიც არიან, ბატონო. კი, სავსეა ყველგან კაცო. გამოუშვებს სასამართლო, კარგი მეუკანონო გამო. ministrები ყოლიათ, აგრე ბიჭო, იმათან შეკრულები, კაცო, ministrები ყოლიათ, შეკრულები მათთან, კაიგე და აგრე მას რა ქვია, ოპოზიციურ ტელევიზიებს ემას აფინანსებდნენ, თურმე, კაიგე და ახლა რა იმაზე ქვედა რგოლში რო იქნებიან, ახლა მაგან ეჭუგებარებათ მაგაში, კაცო. აგერ ის დისტრიბუციის ისა ასოციაციის თავმჯდომარე ლიბერასტი არის ვიღაცა, მაიმონი გათასწრებული საბოტანიკი და დივერსანტი, ხო? ამათ უნდა მოკიდონ ხელი სუყლაზე შეყარონ ციხეებში, კაცო. ახლა შეხედეთ რა ხდება. ახლა ეს მიესალმები ხელისუფლებას და უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოთ, აი სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ მოქმედ დივერსანტებთან, რომლებმაც ამ მდგომარეობაში ჩააგდო ქართველი ხალხი. საშინელებაა ადამიანს უნახავ შეხვალთ ოჯახებში ცრემლი და მოგადგება თვალებზე რა როგორ უჭით ხალხს კაცო და როგორ დღეში არის ხო საშინელებაა ქუჩაში რომ გავიდე დაინახავ ამ მას მოღშულ სახეებს და ერთ მომღიმარ სახეს ვერ დაინახავ ხო იმიტომ რომ სიცილია ღარისთვის ქალაქი და კისკისი არც რაიონი ისინი ფიქში არიან რა ქნან და რა შეიტანონ სახში და რით გამოკებონ ოჯახი ხო ეს ყველაფერი საშინელებაა კაცო და ეს ვიღაცა ერთი და ორი ადამიანი გამოდიან გაზულუკებულები გაიგე და კიდევ აქეთ დაგწინიან გაიგე ეხლა გუში ჭყონია მისაშვები იყო იქ იმასთან სადაც ყავდათ გუში მიბძანებული ეს გათახსირებული ელტო ჭყონია რომელმაც აგერ დააფინანსა და თელი რადიკალები და თელი ეს ხროვა რომელიც რუსთაველზე თავს იყრიდა მაგას აფინანსებდა ეს ლიბერასტებს იმას ლიბერასტებს აფინანსებდა ამ გეი აღლუმებს აფინანსებდა როგორ მიიყვანეთ ჭყონია და როგორ გამოიყვანეთ ჭყონია როცა აგერ აქ ყავთ ჩვენ უაღრესად წარმატებული ადამიანები და იმათ არაჩენ კაცო აი რაში ხართ თქვენ დამნაშავეები ხო ხედავ და როგორ ესე იგი თქვენ კიდე ვიქცევით კაცო იმ ჭყონიას მოკიდეთ ხელი და შეაგდეთ ციხეში და იმასკენ იქ ის არა ბაზაროდისთან ერთი დაუთვალონ ის კრედიტი რო აიღო თურქული კრედიტიდან და ეს რო გახსნა კოკა-კოლა ლიმონადის ლაღიზის ქარხანა რო მუხტად ჩაიგდო ხელში ყველაფერი იმ შევარნაძის დროს ეს ფულები დაბრუნდა ვაფშე სახელმწიფოს დაუბრუნდა
მაგას რა თავიდანვე ისტორიული ისა რა ქვია ნაღები წყლები დაასამარა ეს ლაღიძე და ეს ატმის მსხლის ლიმონადი ისტორიული დაასამარა და შხამი შემოატანეს საქართველოს კოკაკოლა აგერ კოკაკოლა შემოიტანა დადეს ეს შევარნაძის ბრალიც არის შევარნაძის დროს დაიწყო ეს ყველაფერი ეს მაიმუნობა და მამაძაღლობა გამოდის გაგინებს კაცი ბიჭო ფულს ალებს სუხთის აგე რადიკალებს გაიგე რომ დაამხვიეთ დააქციეთ ეს ქვეყანა გაიგე აქეთ ილანძღება და რუსეთს ებზვის აქეთებითომ და ჩავხარ რუსეთში როგორც გადახვალ ლარსის საზღვარს და სულ ჭყონიას კოკაკოლით იყიდე ღარი გადაიღეს კოკაკოლა ვანდა სუპერმარკეტები გაიგე სულ მოსკოვში და თბასია და აქ კიდევ აქ სხვანაირად ჭიკჭიკებს გაიგე ეხლა გუშინ გამოვიდა აგერ კიდევ და აგეთ ხელისუფლებასთან ერთად ტრიბუნებზე გამოჩნდა გაიგე და კარგად ლამაზად ჩახუტებულად შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ გაიგე გამაგებიეთ რა გინდა თქვენ ვერ გავიგეთ კაცო ბარი გამაიყვნენ სააკაშვილი ციხიდან და დაივჭით მაგ იმაში რაღაცა ქვია პრეზიდიუმში და ყავდეთ მან გაიგე და აქ ხალხი რომელიც პატიოსანი ხალხი ყავდა მართლა ნორმალური ადამიანები ყავდა ქვეყანაზე გული შედგივათ ისინი სტილში მოაქციეთ და გვერდზე მიწიეთ იქით გაიგე და ჭყონიებსა და ამისა და იმას ლიბერალებს იმაშობით გულში იხუტეთ კაცო სიცხვილი არის ერთხელ სამუდამოდ მართლა დაანახეთ ამ ხალხს გავუღეთ გული და შეაყვარეთ თავი კაცო არ შეიძლება ესე ახლა გუშინდელი მოქმედების მერე მე მართლაც გაბრაზებული ვარ იმიტომ რომ ჭყონიას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება ადამიანმა რომელიც მოწამლა ქვეყანა გაიგე და ადამიანი რომელიც წამლა თქვენ და დღეს ადამიანი რომელიც ლიბერაციებს და გეი აღლუმებს აფინანსებს და მაგას იმაშობით აყენებთ როგორც ესე იგი საპატიო მოქალაქე და როგორც წამატებული ბიზნესმენა და აგერ უამრავი წამატებული ბიზნესმენები ხართ რომელსაც აღჭობთ და გუდაავთ მე ვეტყვი ხელისუფლებას მეც მომეც 2-3 მილიონი დოლარი და მეც გავსნი ქარხანას ხო რა ბოთლი ვერ გაგვივერია პლასმასის რა ბიზნესი გააკეთა ქარხანა მისცეს რამე ააშენა გააკეთა ფხვნილი შემოიტანა ქართულ წყალს მოერგო ბოთლი გაბერეს ეტიკეტი დაბეჭდეს და всё გამოვიდა კოკაკოლა რატო ჩვენ ვერ გავაკეთებ როგორ შეიძლება საქართველოს ნაწარმოები ამხელა ფასი გინდა ბორჯომი გინდა ნაბეღლავი აბა გინდა საირმე საშინელი ფასებია კაცო ერთი ნახო გასიჯო მე ნაბეღლავი დალეული მაქვს ნაბეღლავი სადაც გამოდის და საიდან სულ სხვა გემოა ამას სულ სხვა გემოა სულ ფალსიფიცირებულია ეს ნაბეღლავიც და ესა ყველაფერზე რომ მიშვებული ყავთ მე ყველაფერი მიშვებულია თურმე სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბიზნესში აბა რაში უნდა ერეოს სახელმწიფო რაში უნდა ერეოს აბა რა სახელმწიფო ეს რა კონტროლებს ბიზნესს და იმას აქვია ბიზნესის კონტროლი იმას კი არ ნიშნავს რომ ბიზნესმენი მილიონს რო შოვილოს თუ რაში შენ დაუდე მარჟა ყველაფერზე რომ ამდენზე მეტი მოგებაზე არ უნდა გავიდეს და ვერ გააკეთებს ის და პროდუქცია შეუმოწმეთი რა შემოაქვს და როგორ შემოაქვს და რა ფასნამატი არის ამაზე წამლები ესენი ყველაფერი თუ კაცი პენსიონერი რომ მიდის თუ წამლები სჭირდება პენსიონს კიდე კაი რომ რაღაც უფასო წამლები აქვს რა აღარ არის კაცო ის უფასო წამლები აღარ არის კაცო არა აძლევენ იქა ძანამატია რაღაცეები იქა მაგრამ ზოგჯერ სხვა წამალი უწერია და ის არ მოქმედებს იმ პენსიონს ვინ ისე ხდება იძულებული ხდება პენსიონი წავიდეს და ის ექიმისგან არა აქვს იმ ჩამონათვალებს შესაძლებელი აი შეხედე ახლა რაღაცა ერთეულ წამლებზე არის დანამატი რაღაცა ის რა ქვია უფასო წამლები არის ერთეულ რაღაცა არის ისეთი ბიჭო ის შემცვლელი არ მოქმედებს ხო მაგრამ ისეთი ხო რაღაცებია მაგრამ შეხედე რა ხდება აქაც ამხელა ბიუროკრატია არის ესე იგი რომ მიდიხარ ექიმთან ხო მიხვალ ნახეთ რა ხდება 80 ლარი 100 ლარი ფორმაში გადასახდელი იმისი კონსტატაციაზე რაღაც 15 წუთი დაგელაპარაკება 80-100 ლარი 100 ლარი უნდა გადაიხადო 100 ლარი ახლა 100 ლარი უნდა გადაიხადო კაიგე მე ის ფორმას რო წამეიღო კაიგე დანიშნულება რაც არის წამლები ჩაუნათვალი უნდა მეიტანო აფთიაქში დაგიანგარიშონ კალკულაცია მოგცენ შემდეგ უნდა წამოხვიდო ეს უნდა ჩააბარო გამგეობაში მე დაადებს რეზოლუციას გაუშვებს იმაში რა ქვია მერიაში იქნება თუ საწყა იქნება და სადღაც ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოგცენ თანხმობა შეიძლება არ მოგცენ თანხმობა და ამ ერთი მიზნულობა შეიძლება ადამიანი ფეხები გააფშეკინო გაიგე კაცო მოგტე კაცი რა თუნა მაგას ამხელა პროცედურა როცა პირდაპირ გალდეს უკვე დანიშნულებას მიიტანო ის აფთიაქში და მოგცენ ის წამალი რა რაც გეკუთვნის უფასოდ ხო და ის მიიტანე მე ჩეკი გამგებო გადაურწოს ფულს მერია იქნება კი ბატონო გამარტივე
გამარტივო პროცედურები ვერ გავიგე. ბიუროკრატია მაინც რა, იგი მაინც ბიუროკრატიას ვერ ანებები. ეხლა ნახეთ რა ხდება. და ძალიან ესე იგი რომ მეთქვი, მე არ ვიცი ეხლა. ყველა ის ადამიანი და ყველა ის პოლიტიკოსი იქნება თუ სექტანტი იქნება თუ დივერსანტი იქნება თუ ლიბერასტი იქნება, ყველას უნდა აგებიონ პასუხი ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებაში. გამოეთრა ეს თვალებს დაკლაჭული ვიღაცა ეს ხატია დეკანოიძე, გაიგე სექტანტი, გაიგე ეს პუტანგა, სააკაშვილის პუტანგა, გაიგე და ატეხა ერთი ამბავი, გაიგე ამ ფასების იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ხელს იზროთ, მაგათ აძლევენ. ვერ უყურებ წონია 30-30000 ჟურნალისტებს ვიღაცა ჯუნტუმა. გამოდის და ესო რა ქვიაო, კაცო, როგორ შეიძლება ხელის ცვლილობამ დაიწყო სუპერმარკეტების ისაო ტერორიო, სუსმაო დაიწყო სუპერმარკეტების ტერორიო. სუსის საქმეა ზუსტად ის დივერსიული და ის საბოტაჟიური მოქმედებები რომელიც სახელმწიფოში რომ გამოვიძიოს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმეები. სუსის პრეროგატივა არის ეკონომიკური დეპარტამენტი რომ არის იქ სუსში ხო მის ჩაერიოს სწორედ ასეთ საბოტაჟებში გაიგე და მათმა ამხილონ მსგავსი დამნაშავეები. სუსმა ხატია შენ პოლიციაში ხარ რა შენ რა იცი პოლიციელებს რა გაგეგება რა მის შეიყავი ბატონო ტრისთან მიხნეული NGO-დან მიგათრიეს და ბატონო ტრისთან აქ უნდა იყოს სამი ორგანიზაცია ერთად უნდა ერეოდეს სამსაქმეში. უშიშროება? დიახ. უნდა ერეოდეს აქ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო და პროკურატურა. ადრე იყო OBХS, ის OBХS იყო ეგა. OBХ იყო ადრე. არა, ეს სამივე კომპლექსურად, მარტო უშიშროების სამსახური ძნელია. აქ პროკურატურა უნდა იყოს ჩართული და უნდა იყოს იცი რა ვერ გავიგე ბატონო ტრისთან. ადრე კონტროლის პალატა ერქვა და ეხლა აუდიტის სამსახური ქვია. ერთხელ არ მინახია რომ აუდიტის სამსახურს რამე დარღვევა დაეწერა მიშას დროიდან. რაღაც ეს გადმოვიდა კალაითებულად. შედიან ალბათ ყველაფერის, ყველა სამინისტროში აჟურშია ყველაფერი. აბა მინისტრის მოადგილეებს და მინისტრებს ატო იჭერენ. თუ ყველაფერი აჟურში იყო. აჟურში რა იყო, კაცო, ამხელა ის კორუფცია ყოფილა ხო უყურებ ქვეყანაში და პირველი პირები ყოფილან თლიან ჩართული ამ პროცესებში. გაიგე, როგორ არის ის აჟურში ყველაფერი, კაცო. ერთი ნახონ რა, ერთი ნახონ. იმ შევარდნაძის დროიდან რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხალხი რომ მოვიდა, როცა გადააგდეს პირველი პრეზიდენტი, იქიდან დაწყებული. ერთი ახლა ხო ერთი როგორ გახდნენ მილიონები და კარგად გაისუქეს ყველა ხელისუფლებაში ფული. იმ სააკაშვილის დროსაც და ამათ დროსაც. სააკაშვილი თავისიანებს როგორ დაიჭერდა, კაცო. წილი სააკაშვილთან მიდიოდა. ყველაფერი მიდიოდა, კაცო და კარგად იყო და აქ რა ხდება? ყველას მოუნდა მილიარდელობა. ყველას მოუნდა ბიძინაობა. ხო. ბიძინამ ეს ფული აქ არ იშოვა. ეს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანა ბატონ ბიძინას არ გაუძარცვის. სხვაგან იშოვა ეს ფული შემოიტანა კაცმა. შემოიტანა ამ ქვეყანაში და რაღაცებს აკეთებს, ხო? ზურგზე ხო არ მოიკიდებენ ადამიანები, კაი გაკეთებს, რა ქნას ამ კაცმა? ერთი კაცმა რა გააკეთოს? როცა გარშემო ამხელა პადლეცები ყავს, რო იტყვიან, ამდენი ხანი პადლეცები ყოლია იმაში. ქვეყანაში და გამოდიან და იმითი გვევლაპარაკებიან რაღაც წეთყელის სიტყვებით. რა წეთყელის სიტყვებით კაცო? ეს როგორ შეიძლება ბიჭო ამხელა ფულებზე მიდიოდეს საქართველოში ლაპარაკი? ვაფშე ქვეყანა არ გიყვათ, ღმერთიცას არ აქცამთ რა. ამ თვითმკვლელ ქვეყანაში როგორ არ გეცოდებათ ადამიანები და მე გამოდივარ ბატონო ტრისთან. ფიცა ვარ მაღალ ღმერთს 2-3 ლარის ხურდა მაქვს ჯიბეში რომ იმდენი ხალხია გაჭირს ზოგს 20 თეთრიანს ზოგს 10 თეთრიანს. ხო, ჯერავს კაცო ხა თქვენ. მე თვითონ არ მაქვს ბატონო ტრისთან შემოსავალი. ხო, ვიცი კაცო თქვენ. არაფერი შემოსავალი არ მაქვს. შობლების კისერზე ცხოვრობთ და გაგვაქვს თავი რა ღვთისწყალობით. დიდება უფალს და ღმერთი არ მიგვადოს. მომცენ ჩემი კომპენსაცია ბატონო ტრისთან და მეც არაფერს ვიტყვი. რაც მეკუთვნის. სამსახურს არ გადლებენ. სამსახური არ მაქვს და კომპენსაციასაც არ მაძლევენ. სამართლო, როგორ შეიძლება მე 4 წელი დაიწყო და არ მიტარდება, ორჯერ ჩატარდა და აღარ მიტარდება. ხო, ეხლა სააკაშვილმა მაგი პირველი შემთხვევა რა თქვი თანამართებაში, ბატონო ზაზა ძალიან ბევრი არის ამ პრობლემების წინაშე, როცა მომეცი ჩემი კომპენსაცია და ხმას არ გაქცევთ არაფერზე. როცა ბაბათი თეთრს მათქვენ და ხა თქვენი პრობლემა და როცა ეგონათ და გვეგონათ სოყოლას იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვიყავით რეპრესირებული და ჩვენ სამსახურებიც ქონდა კაცო და ყველაფერი ქონდა ძალიან კაცო ჩვეულებრივად სრულყოფილ მოქალაქეებს გზნობდით თავს და ამ ავადსახსენებლად სააკაშვილმა გადაწყვიტა რომ ჩვენ მოვეცილებიეთ და იმიტომ რომ ბევრი ვიცოდით და ძალიან ბევრი ცოდნაც არ ვიყავით მაგის მომხრე და მორჩა. სიმართლეს ვამობდით და მიუღებელი პირები ვიყავით მაგის მიმართ, მაგრამ
ჩვენ ამ სააკაშვილმა რომ გადაგვიარა და გაგვაჩანა და ჩამოვარდა ყველაფერი და ასე დაგვტოვა ქუჩაში უფულოთ ულუკმაპუროთ ხო გვეგონა რომ ხელისუფლება შეიძლება და ეს ხელისუფლება რაღაცას გააკეთებდა ხო ჩვენთან მიმართებაში მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებია რა სოსამოს ბატონო იზაზა გაიგე დღემდე ელოდება ადამიანი იმ გარკვეულ კომპენსაციებს სახელმწიფოდან და იმ სხვა დანარჩენ იმას საჭირო საშუალებებს რაც მისთვის არის საჭირო გაიგეთ მაგრამ არაფერი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს გასაკეთებელია აუცილებლად ძალიან ბევრი პრობლემები არის დღეს ჩვენ ქვეყანაში მეგობრებო გასაგებია კარგი არის აქ როგორ ხალხს იღებენ იცი ბატონო დრისთან იმას კი არ უყურებენ რომ ქვეყანა უყვარს ღმერთი უყვარს ოჯახი უყვარს ადამიანები უყვარს სიყვარულს თესავს აქ იღებენ მარტო ადამიანებს ინგლისური იცი კომპიუტერი იცი всё მოწყობილი ხარ სამსახურში რა ის კუჩხიბედი რა ქართული კინო ის მეყოლე რომ აკო რო შევა შილო მოწყობილი ხარ უმაღლესი ისია რა დღეს ჩვენი საქართველოს ამბავი რა ვერ გავიგეთ მამა ვერ ყველგან როგორ შეიძლება რომ ისეთი ხალხი ყავდეთ რომ ქვეყანა ზის უთხრიდნენ დანიშნეთ რა ნორმალური ხა ბევრი ხალხია რომელიც გვერდში დაუდგება სახელმწიფოს უნდა ედგე გვერდში თუ გიყვარს შენ ეს სახელმწიფო სხვას კი არ უნდა ედგე გვერდში ვიღაც უწყოელებს და იმის დაკმულზე კი არ უნდა ცეკვავდე რაც ქვეს შენ ქვეყანას ჭირდება ის უნდა გააკეთო ის ხელშეკრულება უნდა დადო ყველასთან იმათ უნდა დაელება ვის შენ ქვეყანასთან უნდა რომ იყოს მეგობრული და ადამიანური დამოკიდებულება შეგვჭამეს რა ყველა მხრიდან გვესევია ჯარი გაანადგურა მიშამ მოსყო ყველაფერი გაუშვა კადრის ოფიცრები და დღეს ის ჯარი არ არის რაც იყო მანამდე ის ჯარი არ არის მიშას დროიდან დაიწყო მოსპობა კადრის ოფიცრები ნასწავლი ხალხი ნაბრძოლი ხალხი ისენი არა ვიღაცამ ხო უნდა ასწავლოს ახალდამთავრებულ კადეტ ოფიცერი რო დაამთავროს ეს ოფიცერი ხო ვიღაცა უნდა დახვდეს იქ რომელმაც იცის სამწუხაროა რამდენი ხალხია ისე მაინც მიიწვიეთ თამთა სამინისტროში რაღაცა გაკეთდეს რა ჩვენ რო ვინმე თავს დაგვესხავს ჩვენ ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას როგორ აგერა რა ვარ ჩვენ კაცო ჩვენ ხმოსახლეობა კი გავუწევთ პარტიზან ომსაც დავიწყეთ მოსაგო მაგრამ ჯარი ხო უნდა იდგეს საზღვარზე ისეთი ჯარი რო გაწია მე რა კონტექსტში ჩვენ CS რა კონტექსტში თქვი ჩვენ აგერა რა ვართ მეთქი ყოველთვის როცა რაღაცას იწყებენ ჩვენ გვაჩეჩებენ ხა ჩვენ გარბიან მე აიგე როგორ არ წავალ ჩემი სამი ღირსეულია ის კაცი სამშობლოსათვის ეხლა ბატონო ნახეთ თქვენ ახლა ახსენეთ და მოდი ისევ დაუბრუნოთ ამ ჩვენს იმას პრობლემატურ საკითხს და მარტო ჩვენი კი არა მთელი საქართველოს პრობლემა არის ეს მართლაც პრობლემა არის ხალხო და მართლაც ეს მოხუცებს არ აქვს წესიერი ცხოვრების საშუალება ბორჯომი უნდა და იმ დღეს მოხუცებს 20 თეთრი აკდა მე ვთხარ ბებო მეგიყიდი ბორჯომს მეთქი რა დედი მეთქი რა ესე მიმართე რა მე გიყიდი მე ვთხარი რა გადათვალა რომ 2 და 30 ზოგან 2 და 40 საქართველოში მოდის რამდენი წყალი იღვრება გინდა ნაბეღლავის გინდა ბორჯომის გინდა სხვა წყლების რა ეხლა ყველაზე კაი წყალი ეხლა რეკლამაში არავინ ჩამითვალოს საერთი არის ყველაზე კაი წყალი ეხლა რაც ასწავს ახლა საქართველოში ყველგან კაი წყალია არა მე ვიძახი კარგად არის დამზადე სუფთა წყალია აბა ეს ნაბეღლავია წყალი საერთოდ გემუარა აქ ნაბეღლავის რაც იქ მოდის იმაში ბატონო ზაზა ჩაუგდეს მიშას ყოფილ მინის თელი ყველაფერი მარნეული ისა ის მესალამურე იყო მარტოში რო უკრავდა ეს რა გვარია მაგი ო რაც არის ყველა მიცის კაცო რაც არის ჩაუგდეს ხელში რა მიშაზოს მოიხვეჭა სიმონიშვილზე ამბობ ვითომ მაგისმა ბებიამ და ბაბუებმა გააკეთეს მარნეულში ქარხანა ააშენეს ნაბეღლა ვითომ მაგათია ამდენი წყალი იღვრება საქართველოში ჩადის დინარეებში ეს გამოსული წყალი თუ საუბრობთ გაყიდეს სხვა პაჟი და საქართველოში მიეცე ქართულს დაბალიფას ეხლა ის უნდათ კიდე ელექტროენერგიის გაზის და რაღაცების მომატება და ფასების მომატება და მოგმართეს კომპანიებმა რა კომპანიებმა მოგმართეს ეს გესები ვაში არაფერი წარმოებები არ აქვს ისეთი რომ იმხელა სიმძლავრეები იყო დატვირთული ეხლა 170 მეგაბაიტიანი უნდა გავუშვანო კახეთში კეთდება სად მიდის ეს ელექტროენერგია ერთი იკითხე რატო ძვირდება საშუალო ფირმები გააუქმეთ საერთოდ რა ჭირდება ამდენი საშუალო ფირმა თითო იმას და დაუშვათ რომ მოდიოდეს გაზი შემოდის დაუშვათ ბაქოდან სიტყვა ან რუსეთიდან აზ ნიმამდე დაუშვათ თბილისამდე 1-4-5 კომპანია არის ემსახურება ვითომ ამას არაფერი ფული იჭრება მახუთ ჭრიან ჰაერში რო იტყვია რა ესე ჟარგონურა ვერ გავიგე გააუქმეთ ამდენი კომპანიებია გავაკეთოთ წარმოებები
ბიჭო, ერთი რამეა. ბანკები ხო მევახშები არის, ჩვენთან ხო ბანკი არის. ეს ყაჩაღები არის. ესენი ბანკები, ესენი არიან მევახშები, რომ მოგუდონ, თუ კაი ბიზნეს გეგმა გაქვს, წაგართვან, მოგუდონ, შეგჭამ. სახელმწიფომ გააკეთოს ერთი ბანკი რა. მისცეს ქართველებს ამ კომერციულ ბანკებს რო აძლევს ამ ფულს. ლარს ქართველებს მისცეს ეს ფული. ეს ჩვენი ბანკები არ არის, ბიჭო, ამერიკელების ბანკებია. აი ეს დასავლური ბანკებია. მე ერთი ქართული ბანკი ნამდვილი გაკეთეს და ქართველებმა დააფუძნეს და მიეცით ეს ლარი. არ უნდა ეს დოლარი ლარში აიგებს იმას. მე დოლარი დაშედება იმ კონვერტაციას გააკეთებს თუ რასაც გააკეთებს, იმით იმან იცის და შემოიტანს რაღაცას წარმოებებს გახსნიან. მივცეს საშუალება კოოპერაციებს შეიკრიბონ ხალხი 4-5 ადამიანი ჩამოაყალე რაღაც ფერმერული მეურნეობები გააკეთონ. ამ ხელა მთაგვა, ამ ხელა ისაუბრა და ხორცი არა გვაქვს საქონლის ჩვენი, ღორის ხორცი არა გვაქვს ჩვენი ქათმები არა გვაქვს კიდე რა ამდენი რა. არა და რამდენი იყო. ეგ როგორ უნდა შემოდიოდეს სხვა გაყინული ქათამი და ისა რა. საქართველოში რა. ამდენი რამე საშუალება, ამდენი მიწა დაუმუშავებელი. მიიყვანა, ბიძინა, მიყიდა ტრაქტორები, დაური, გამყავს, მერე რა მოხდა? გააქრეს მერე ყველაფერი. გააქრა ტრაქტორი. ორჯერ მოუწამლა მორჩა. მარტო მოწამლა კი უნდა. გლეხს თუ ეხმარები, უნდა დაუხნა კიდეც. სათესლე მასალაც უნდა მისცეთ. აბა თუ არ მოუვლის. შენ ჩაგაგარებს სახელმწიფო და შენ გამოიტან და შენ გაყიდე მერე ეს პროდუქცია. რა თვითონ ვერ გაყიდეს, სახელმწიფო უნდა იღებდეს ამას. და ამარაგებდეს. გამოიტანს გაყიდის. უცხოეთში გაყიდეს. აბა საბაზრო ეკონომიკა ეს არის. აქედან სახელმწიფოც უნდა ერეოდეს ეკონომიკაში. იმას კი არა რომ ტერორი კი არ არის ეს, მაგრამ ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ამგენმა ტერორი არის, გასვლა სუპერმარკეტებშიო, სუსი იწყებსო სუპერმარკეტების ტერორს. აი ხატია დეკანოიძე მამ სააკაშვილის ჯიბის პუტანგა გამოვიდა ეს. იცი რა მეკი სუპერმარკეტებში თუ ერთი კვირა შეიძლება რომ ფასი ესეთი იყოს. დაუშვა თუღის 5 მაინც და 20 კაპი გახდა. ესე იგი რა ფასი გონია, ის ხო არაგებს. მაშინ გაფუჭებულ პროდუქციას ვყიდის, ეგიც სხვა არის. არა, რა ხდება, ესე შეხედე ხლა ბიჭო, ყველაფერი სუდი რა, უნდა გიხაროდეს ადამიანს ამ ქვეყანაში, გაიგე? ეგ ბოროტები არიან. ეს ბოროტ სუდი, ყველაფერი რა, უნდა გიხაროდეს ას ადამიანის წინააღმდეგ არის, გაიგე? ბატონო ტრისთან, ესენი არიან მიმული ბოროტზე, მამონზე და მარტო ფიქრობენ, რომ თვითონ იყვნენ კარგად. ბედნიერი ცხოვრება თვითონ მოიწყონ, ეს სამშობლო არ აინტერესებს არც მარტო არჩევნებზე ახსენდებათ ქართველი ხალხი. რომ ხმა სჭირდებათ. იმ არჩევნებზედაც რო ვერაფერი გააკეთეს, დაიწყეს კიდევ უფრო ბოროტის რახვა ქვეყნის რევოლუციური გეგმებით წასვლა და ქვეყნის დაქცევა. ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს რევოლუციებს, ყევებს ვერ გაუძლებს. როცა იქნება, აი რო არყევ ღობეს მოძრობა რა ჯერ ერთხელ მოარყიე მეორედ მოარყიე მესამე მე გადავარდება ქვეყანა დაგვეშლება როგორც პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე ხო ხო გადაჭრეს ხო იმან ყაველაშვილმა ხალხი გამოიძახა და იმან პრემიერ-მინისტრმა და ნაჟოვკებით აჭრევინა და ბარგაკებით აჭრეს აი სულელები რა აი რას არის გონებენ რა რამხელა ბოროტები არიან, კაროჩე. რა გადაჭრეს, აკე თელი ოჯახებით ყოფილან ჩართული კაცო ამ იმაში, რა ქვია. აბა გადატრიალებაში. გადატრიალებებში და აბა რა ქნა, აბა ცოლი ჩაუშვა, აგერ, გაიგე. აგერ, ბიჭო, როგორ არა თქვა, ბიჭო, როგორ არა თქვა, ბიჭო, ქართველი კაცი ხარ, ბიჭო. ცოლზე როგორ არ თქვი, რომ ეს ჩემი ცოლი არაფერს შუაში არ არისო და მორჩებოდა. გოგო, ცოლი შვილების დედა კინაღამ დააჭერინა. კინაღამ კი არა, უკვე ბუშკაზე უზით, გაიგე. არა, ხო უზით, მაგრამ შეიძლება არ დაეჭირან ეხლა რა. ქალბატონია მაინც და ეხლა შეიძლება რაღაც ორი სიტყვა თქვას, ეხლა ისე. მაგრამ ფორმა რო გაწირა. აუ, მალადეც რა. მე კინაღამ გავგიჟდი, თო. ჯერ როცა თქვა მაშინ არ უნდა ეთქვა რამე და. თუ იყო და ხელი, კაროჩე გაჩუნდა და გაიყო. ეთქობა ერთად უნდა დაჯდე. ეხლა რა არის იცი ნახეთ. ეხლა ხომ ხედავთ რომ ამ ხელა რაღაც ესე იგი ფაქტების წინაშე მდგევართ რა. ხომ ხედავთ რომ აი მე იმ ხალხს ვეუნები კიდე რომელი ხალხს კიდე რაღაცა დამაც შეცისნებს თვალებში და ამათ იმედია. ბიჭო საკუთარ ოჯახებს არინდობენ, გაიგე? საკუთარი მეუღლე თვალწინ მასთან დააპატიმრეს და მისი ერთი სიტყვა იყო საჭირო იქ დაკითხვაზე სუსში რომ ჩემი ცოლი არაფერ შუაში არ არის, გაიგე? და ისიც კი არა თქვა, გაიგე? რო არა ამათი ჰუმანურობა, გაიგე? და ამათი რაღაც წინგახედულობა და ის რომ შეეწოდათ ადამიანი და გამოუშვეს. იქიდან თუ არა იჭერდა თვითონ მისმა ქმარმა ბაჩანა ახალაიამ გაჭირა თავისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი დასაჭერად. აი ეს არის. აი ეს ამ ცხოვრებით ცხოვრობენ ესენი, გაიგეთ?
აი ამ ქართველი კაცი როგორ იცავს ხალხს ამითი აქვს თელი ცხოვრება ნაცხოვრები და კიდევ ამათი გჯერავთ ამ გარეწარების და ამ არამზადების და ამ მართლაც ესე იგი უსამშობლო ადამიანები ესენი არიან სუყელანი რომელიც ერთად ასე კომპლექსურად კოლექტიურად შერწყმულად მოქმედებენ ჩვენ წინააღმდეგ და ზოგი პროდუქტების ხელოვნურად ფასებს ზოგი აგერ რევოლუციებს გიწყობს ზოგი იქ საზოგადოებრივ დაწაწალებს და იქ ვიკეთებს საბოტაჟს და დივერსიას და ასე მთლიანად ერთობლივად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და კიდევ ამათი გჯერავთ კაცო კიდევ ბაჩანა ახალაიასი გჯერავთ სისხლის მსმელის და კულელის გჯერავთ კიდევ მთელი ოჯახი რო სისხლშია გასწრილი ამათი გჯერავთ კიდევ და მაგათ მისდევ ხართ თქვენ ტვინ გამორეცხილებო და ტვინ გაყენულებო ის ვინც მაგათ გვერდში დგეხართ და ვინც დღეს მაგაცეს სიტყვას ასველებს რომ ეს თურმე მართლები ყოფილან რა მართლები კაცი პიტაბირი თხო და ადამიანის სიკვდილს იქ პიტაბირი თხოვდა იქ რომ საჭურო მსხვერპლიო გაიგე და შენ წარმოიდგინე კიდევ რამდენი ბინძური რაღაცები ქონდათ მათ განზრახული ხო მიშას სიტყვები მსხვერპლიო იქ რუსთავი ხო ზუსტად ამას იტყოდა აგერ საკუთარი მეუღლიან დაგინდო თქვენ დაგინოთ მაგი ამათ ოჯახის სიწმინდის დღე აინტერესებს არა ამათ ოჯახი იცით რა ოჯახი ბატონზაძე კაცო რასი ოჯახი რას ამბობს უფალი ოჯახის ოჯახზე იცით ჯერ ქართველი კაცი ისე იცავს მანდილოსანს და კაცი რო თავის მეუღლეს არ დაიცავს მაგარ ეგეთი რამეს არ მოველოდი რა მაინც მეგონა რომ მაინც რაღაცა ოდნავ კაცური ექნებოდა ვირა კაცური როდის უცხორია არა რაღაცა ამაში მაინც ექნებოდა უცხორიათ კაცური ერთი მითხარი ამდენი წელი ციხეში იჯდა და იმაში იყო გაქუმაში ვერ გამოდიოდა ღია ტიპის დაწესებულებაში გაიგე და რაზეა საუბარი აქ ერთი გამაგებინე აი ეხლა უნდა გავუშვა ღია დაწესებულებაში რომ მიუჟიან ერთი ნახოს რატო მაგის კაცობა და მაგის ვაჟკაცობა და ვაჟკაცობა რო ქონებოდა მაგას ხო მაშინ სხვანაირად მოიქცეოდა და სხვანაირად გაყვებოდა ამ ცხოვრების სტილის გაიგე და სხვანაირად იმოქმედებდა მაშინ უσα ხელისუფლებაში იყო და იქ ყველას გამომასე და თავისას ეტყოდა და შეაჩერებდა იმ საშინელ და იმ მართლაც ტერორისტული იმას რა ქვია მოქმედებებს რასაც ჩადიოდა სააკაშვილი თავის ძროზე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არა მაგის თვითონ არიან თანამონაწილე ამათ ციხეში რეები აკეთა თვითონ არიან მაგეთი იქ ბუნკერები ქონდათ იმაში სამეგრელოში კაცო და ადამიანებს დაუპატიურებდნენ აიგე აგერ ნაკლუხში ბიჭო უდანაშაულო ბიჭები დახვრიტეს უდანაშაულო ბიჭები კედელზე მიაყუდეს ჩემი თვალით ვიხილეს მე უდანაშაულო ბიჭები მიაყიდათ კედელზე მიახვრიტეთ რა მოუგონეს ბატონო ტრისთან რაღაც სისულელე მოუგონეს არა მე ვიყავ კაცო იქ არა რა მოუგონეს მე ამ ბიჭებს ოფიციალური ვერსია ხო უნდა ეთქვათ რაზე დახოცეს არამზადები ესე და კიდევ ეხლა კიდევ გამოდიხარ და კიდევ როგორ გიტრიალებთ ენა პირში კაცო გინდა ანიწითლიძე ეს ვიღაცა მაიმუნი ისა რა ქვია გათახსირებული ქალი გაიგე და ეს ისა რა ქვია დეკანოიძე და ეს ბოკუჩავა და საიდან შეიკრიბეთ ესეთი სატანისტები გამაგებედეთ რას საგავხართ ქალებს მაინც გავიდეთ გაიგე რომ ადამიანს ხოსენ გული შემოუბრუნდეს გაიგე ვინ ახართ საიდან გამოიჩეკეთ გაიგე და თქვენ კიდევ ხელისუფლებაში მოყვიდოთ ვერ მოხვართ ქართულ მოუწმან კიდევაც რომ მოგიშვათ ხო ხელისუფლებაში თქვენ და მართლაც ამის შანსები გქონდეთ ჩვენ არ დაუშვით მაგას საქართველოს მოსახლეობა აი პიტაბერ გეუნებით ჩვენ არ დაუშვით მაგას და ჩვენ არ მოგცემთ თქვენ იმის საშუალებას რომ კიდევ ისევ მოხვიდოთ და კიდევ ისევ დაგვიტყოთ დევნა და ხრეტა ქუჩაში და რა ვიცი სისხლი ღვაროთ ამ ქვეყანაში და გააწიოთ მთელი ქვეყანა ამას არ დაუშვით ვაფშე აღარ დარჩება ქართული ამ სახელმწიფოში ქართულ სახელმწიფოში ქართველი იქნება 10% ისე გააკეთებ ასე რომ თქვენ ყველაფერი გიხარიათ ამ ქვეყანაში ცუდი რაც ხდება გაიგე და ასე რომ თქვენ ვეღარ მოესწრებით უკვე იმ თქვენ სიხარულს რომელიც სიხარული საფუძველზეც თქვენ ამ ქვეყანაში საქმეებს აფუჭებით გაიგე და ახლა გახარებულები რომ გამოდით უკვე ერთად ასე ჩამწკრივებულები უკვე და ერთმანეთს ასწრებთ იქ ტელეკამერების წინაშე და თურმე როგორ შეიძლებოდაო ისა რაღაცია ამ ფასებზე საუბარიო კაც თურმე როგორ შეიძლებოდაო ყველაფერი გაგაცნობთ მაგ ფასებიდან მაგათ მისდით ფული და იმიტო არიან გამწარებულები წინებს ღებულობენ კაცო ყველაფერს ღებულობენ ოდითგანვე ჩაბუდებულები არიან მიშაზოს გაკეთა ეს ჩაბუდება შევარნაძის წლებში და მიშაზოს ეს ორივე ერთად და დღეს უკვე დიდი ის მიიღო მასშტაბები დიდი მასშტაბები მიიღო და ამიტომ ბატონო ტრისთან კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ მე ვთხოვ ხელისუფლებას ყურად იყოს გავიდენ ქალაქში სოფლებში რაიონებში და ნახონ ქართველი ადამიანი როგორ ცხოვრობს ყველაზე ღარიბად ცხოვრობს საქართველოს
ქართველების სამშობლო, ქართველი ცხოვრობს ღარიბად. ღირსეული რაღაც ელიტები შექმნეს. ღირსეული ქართველები ცხოვრობს. ხო, და ელიტები შექმნეს რაღაც ელიტები, რომელთაც ყველაფერი დასაშვებია. კი ბატონო. იმან უნდა ჩაიცა 3000-იანი, 5000-იანი დასაცმელი და რაღაცეები და იქ იმაში იარონ და სპეციალური მაღაზიები ქონდეს მაგაზის გახსნილი. ჯერ ხალხს მიხედეთ. მე ვთხოვ ხელისუფლებას, მე მჯერა ახლა ბატონი კობახიძის, რომ ის სიტყვის კაცია, ის სიტყვებს ჰაერში არ ისვრის და მიიყვანს ამ საქმეს ბოლოდან. კი ბატონო. ჩვენი პრემიერ-მინისტრი, სხვა გზა არ არსებობს. უნდა მიიყვანოს, გასულ. სხვა გზა არ არსებობს რა. უნდა მიიყვანოთ, ყველაფერი უნდა დაალაგოთ. აი ეს ერთ მომავალი წელი უნდა იყოს ყველაფრის გასწორების წელი. არ აყვახ იმხელა სახელმწიფო, იმხელა ტერიტორიები და იმდენი ხალხი არა თუ წესრიგი არ დამყარდეს საქართველოში. 3 მილიონიან ერში 2-3 თვეში შეიძლება დალაგდეს სიტუაცია. მაგრამ და მაინც უთხრათ უსურვოთ, მიულოცოთ დამდეგი და იმედი. მე მგეუბნებით რა დრო ამოგვეწურა და უკვე დღეს 29 არის ძვირფასო 30-ია დღეს უბრალოდ ძვირფასო ტელემაგვრელებო ხვალ უკვე 31 არის და ჩვენს ოჯახებში რამოდენიმე საათში შემოგზანდება 2026 წელი. ეს არის ცხენის წელიწადი. ახლა ცხენის წელიწადი, ცხენი ყველაზე მეტი ძლიერი და სწრაფი არის და მოდი ძლიერები ყოფილიყო ჩვენ და სწრაფები ყოფილიყოთ კარგ საქმესა მიმართებაში და ყოფილიყო ჩვენთვის ეს 2026 წელიწადი უკვე ქვეყნის გამთლიანების თავარია ქვეყნის ტერიტორიების აღდგენის წელიწადი ქართველი ერის გამთლიანების ყოფილიყოს გავაერთიანდეთ ქართველებო გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ და ჩვენ წარმოიდგინეთ რა ტკბილა და რა ლამაზად ვიცხოვრებთ და რა ძლიერი იქნება ჩვენი სახელმწიფო. მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაბედნიეროთ და ღმერთმა სიყვარული მოგვაკლოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. რაც გავიდა ეს წელი უკვე მიიწურა რა. ორ დღეში ახალი წელი კალენდარული ახალი წელი შემოაბიჯებს ჩვენ ოჯახებში. მე მინდა უსურვო ჩემ ქართველ ხალხს, საქართველოში მაცხოვრებლებს, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენ ერთად უნდა დავდეთ ქართველები. ბევრი საქმე გასაკეთებელი, გასაერთიანებელია ჩვენი ქვეყანა და მე მინდა რომ ყოფილიყოს ეს წელი ხვავის, ბარაქის, ჯანმრთელობის და რაც გვაკლია და რასაც ვატყობთ ერთმანეთს სიყვარულის წელი. მიუბრუნდეთ ისევ ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს ტაძრებში მივიდეთ, ვილოცოთ და ღმერთი გადაგვარჩენს. იმიტომ რომ ეს ქვეყანა დედაღვთისმშობლის წირიქეთი ქვეყანა და ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ქართველებს. კარგად ზანდებოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით 2026 წელს. კიდევ გისურვებთ ბედნიერებას, კარგად ყოფნას, მშვიდობას და სიყვარულს.